გვიყევით თქვენი თავგადასავალი დღევანდელი. სამწუხაროდ ჩემთვის ეს თავგადასავალი არ არის, ეს რაღაცა ქრონიკული შრომაა და ზოგადად მინდა ყველას გაუზიარო, რომ ბუნებრივ საფრთხეებთან და ასეთ სიტუაციებთან რისკებთან მუშაობისას ყოველთვის საჭიროა ცივი გონება, რაციონალური ქმედება. სამწუხაროდ ეს ჭირს ხოლმე და მე რამდენად არ ვიცი, მაგრამ როგორც ყოველთვის ჩვენი ჯგუფი მუშაობთ ასეთ კრიზისულ სიტუაციებში, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, მოხალისეები, კომუნიკაციაში ვართ ყველასთან, აბსოლუტურად ყველა stakeholder-თან, ჩართულ მხარესთან და ჩვენი ვიწრო სეგმენტი არის გადაუდებელ მომენტებში, იქ სადაც შესაძლებელია, რომ ვერ მიდის ტექნიკა და სხვა არანაირი საშუალება, ამ შემთხვევაში თოვლის პირობებში თხილამურებით წინასწარ ვარკვევთ ამ სხვადასხვა ვთქვათ მონაწილე მხარესთან მათი თვალსაზრისით და ჩვენი ანალიზით ყველაზე კრიტიკულ წერტილებს და ვაწყდით ძირითადად მედიკამენტებს, კვების პირველი გადაუდებელი კვების პროდუქტებს და თუ არის ისეთი სიტუაცია, რომ ვიღაც არის საევაკუაციო, ვამზადებთ ევაკუაციისთვის ვთქვათ პროცესს, თუმცა ეგეთი ჯერ ჩვენ არ შეგვხვედრია და ყოველ დღე ვიწყებთ ასე, საღამოს ვაკეთებთ ანალიზს, მე ვბრუნდებით ისევ ოფისში და დილას ვიწყებთ ხელახლა ოფისი რა, სადაც გვიღამდება, იგვითენდება, ეს არის ჩვენი ოფისი. ეს არის ძალიან მარტივად ბოდიში სიმშრალისთვის, მაგრამ ზუსტად ესეთი მესმის, მე ვიცი რომ თქვენ ახლა არჩენს ჩვენი მაყურებელი ვერ ხედავს, მაგრამ თხილამურებით ხართ ხომ და მიდიხართ არა, მოიხსენი და თმარად გელაპარაკეთ, ეხლა კიდე გავიკეთებ, იმიტომ რომ მეორე სოფელში ვარ გარდასახლეთ. ახლა თქვენ არ შეგიწყვეტიათ შრომა და არა, ჩვენ ახლა ვიწყებთ, ღამე ყველაზე კრიტიკულია ხოლმე, იმიტომ რომ სულ გზებზე ვიღაცა აპირებს სადღაც მისვლას, მანქანების ჩარჩენა ხდება, მე დღის მანძილზე განსაზღვრა რთულია ხოლმე და ეხლა მანქანების უნდა ერთი ხეობიდან გადავიდეთ მეორეში. ოზურგეთის რაიონში ვართ და სამ ჯგუფად ვართ გაყოფილები და ისევ შევიკრიბებით და ესე გავაგრძელებთ. შეგიძლიათ რომ აი კონკრეტული მაგალითები გვიამბოთ, ვის დაეხმარეთ, რა შეძელით? არაფერი განსაკუთრებული, ზოგადად ამაზე ძალიან მერიდება საუბარი და განსაკუთრებული არაფერი. მასშტაბები გვაინტერესებს პრობლემების და ამიტომ გითხო. ეს არის ხსოვანი. ეს არის, იცით რა მინდა ხაზი გაუსვა, ყველგან ეგრეა, შეიძლება ხა ჩემი საუბარი საინტერესო იყოს მაყურებლისთვის, ეხა კონკრეტულად რა ხდება, მაგრამ მინდა გაგიზიაროთ, რომ საფრთხეების პირობებში ყოველთვის მოწყვლადი არის სოციალურად დაუცველი და მომზადებელი ადამიანი. ამიტომ ყველაზე დიდი პრობლემა არის თითქოს არაფერი, მაგრამ მძიმე თოვლმა, მარტოხელა ადამიანმა, ან ასე ვთქვათ, მწირე ოჯახმა შეიძლება ვერ გაუძლოს სანგამ გამოწვევებს და ამიტომ ნომერ პირველი არის ჩვენ რაღაც ასაკობრივი და რთული პირობების და შეზღუდული პირობების მქონე ადამიანებთან კომუნიკაცია და მათთვის პირველადი და გადაუდებელი ასე ვთქვათ რაღაცა სერვისების მიღება. თქვენთან კავშირზე მაგრამ აუდიტორიას უთხრა რომ თქვენი გადაღებული კადრები გადის თქვენი საუბრის პარალელურად აი ჩვენს ეთერში. მაინტერესებს მოქმედი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლობა თუ შეგხვდათ სადმე, რა პოზიციონირებით, მადლობას გიხდიან თუ არა, გეთანამშრომლებიან თუ არა, აი რა სივრცეში მოძრაობენ და რას აკეთებენ? კი, ნახეთ, ესე იგი ნომერ პირველი კრიზისების დროს ყველასთან უნდა იყო კომუნიკაციაში, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს ეხება მუნიციპალურ სამსახურებს და სამაშველო სამსახურს, სადაც უბრალოდ ელემენტარული კოორდინაცია და კომუნიკაცია არის საჭირო. ეხა ერთ-ერთ ასე ვთქვათ ადგილზე ერთად ვართ, სხვადასხვა საქმეს ვაკეთებთ და ასე ვთქვათ ერთმანეთს ხელს არ უშლით პირიქით თუ რამე გადაკვეთა არსებობს, შეიძლება დახმარებაც მოხდეს. თუმცა განსაკუთრებული ესეთი გადაკვეთა და შერწყმა არ მომხდარა. ძირითადად ვცდილობთ, რომ არავის არ შეუშავოთ ხელი და სხვასაც არ შევაშლებინოთ ხელი. ის რომ ასობით სოფელია ხომ აი ამ პრობლემების პირისპირ ამ წუთებისთვის თქვენ რა შეგიძლიათ თქვათ აი ამ ასობით სოფელში რა რაოდენობაში დაახლოებით არის ჯერ კიდევ მიუწვდომელი ინფორმაციაც კი არა თუ ძალიან მიჭირს ამ სურათის დადება, მიჭირს იმიტომ
რომ როცა ველზე ვართ, საერთო სურათის დანახვა ძალიან რთულია. ალბათ ამის რეტროსპექტიული ანალიზი მე უნდა გაკეთდეს, მაგრამ ეს ბევრჯერ გაგვიკეთებია და ყოველთვის ეს არის პრობლემა პრევენციული. რატომღაც ყველას გონია რომ ზამთარი ისე ჩაივლის რომ არ მოვა უხვინალეკი, რატომღაც ყველას გონია რომ შეიძლება ააშენო შენობა ისე რომ წელს გაუძლებს და კიდე გაუძლებს სახურავი, და რატომღაც გონია რომ ადამიანები რომ ვერ საქმდებიან და სოფლები რომ იცლება, ამაში პრობლემა არ არის. და მხოლოდ ასე ვთქვათ, ხცოვანი ადამიანები რჩებიან სოფლებში. აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და ეს პრობლემები კლიმატის ცვლილების ფონზე და ჩვენი ასე ვთქვათ, დასავლეთისგან დაცილების ფონზე გაასმაგდება და კიდევ უფრო დაგვარტყავს. სამწუხაროდ ეს მომავალი გვემუქრება თუ ჩვენ არ გამოვხიზლით.